ბათუმის გარეუბანში ვართ, აეროპორტის გზატკეცილი ნომერი 71. Აი აქ მოვედით, იმიტომ რომ აი ამ საცხობმა დაგვაინტერესა. მართალია პატარა საცხობია, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ჩერდება, მათ შორის ბავშვები, იმიტომ რომ ზუსტად იაშვილის კლინიკის მოპირდაპირე მხარეს არის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ საცხობის პროდუქცია როგორ პირობებში მზადდება, როგორი ზეთი, როგორ ზეთში იწვება, როგორ სურსაც იყენებენ. მოკლედ, ეხლა ნახავთ თქვენ ყველაფერს, იმიტომ რომ მადონა კოიძე უკვე შევიდა საცხობის ტერიტორიაზე, მე კი უბრალოდ გაგაცნობთ ასორტიმენტს. ნახოთ, გამწოვი ახლა რო გითხრათ, რომ კარგად მუშაობს თქო მოგატყუებთ, იმიტომ რომ თვალები არ გეწვით? ფაქტიურად არ ყოფნის და ვერ მუშაობს. ეს კონდენსატი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ეს აი უფრო კარგად უნდა ირეცხებოდეს, იმიტომ რომ ეს ბრუნდება შიგნით, აი ეს ნამწვი ყველაფერი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აქაც აი ნახეთ ტრაპი არის და შეხედეთ რა მდგომარეობაა, ძალიან სამწუხარო და სავალალო. აი ნახეთ, აი აქ ღია პროცესი მიმდინარეობს და ამას შეხედეთ და აი ამ ღრუბლით გარეცხილი ჭურჭელი რა უნდა იყოს. აი ამ ღრუბლით გარეცხილი ჭურჭელი რამდენად შესაძლებელია. ეს არის ტილოები, რომელიც გამოიყენება და ამ ტილოებსაც მე პირადად გამოვცვლიდი. ნახეთ კონდენსატი როგორ წვეთავს, ნახეთ რა მდგომარეობაა, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ეს ძალიან ცუდია და უნდა მოწესრიგდეს მაქსიმალურად. კარგია რომ კარები არსებობს და ხშირ შემთხვევაში ალბათ დაკეტილია და ეხლა არის ღია, ჭერი მოწესრიგებულია და ცვენა არ მიმდინარეობს, კედლებიც მოწესრიგებულია და კედლებიც კარგი არის. იატაკი მთლიანად მოპირკეთებულია და იატაკის რეცხვა დეზინფექცია არის ძალიან მარტივი. უჟანგავი არის მაგიდებზე გადაკრული, ამასაც მივესალმები. ანუ გაკეთებული რაღაცაები არის, მაგრამ აი ესეთ კონტეინერებს ხმარობდნენ, ეს კატეგორიულად არ შეიძლება, იმიტომ რომ უნდა იყოს აუცილებლად ერთჯერადი კონტეინერები, ისეთი, რომლითაც რეცხვა დეზინფექცია შესაძლებელია და აი ნაყინს, როდესაც მიირთმევენ, შემდეგ უნდა გადაიყაროს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევინახოთ და აბსოლუტურად ყველგან აი ქვედა ნაწილი უნდა ირეცხებოდეს სათანადოდ. მაცივარში კოროზია არ უნდა იყოს და აუცილებლად უნდა იყოს შეღებილი, ძალიან კარგად ვიცით. აქ არის ცომები განლაგებული, კი ბატონო, მისაღებია. აქ არის ნახევარფაბრიკატები, ხაჭაპურები განლაგებული და შემდეგ უკვე ცხობისთვის არის გამზადებული. კი ბატონო, თავდახურული უნდა იყოს აუცილებლად შიგთავსი, მით უმეტეს ხორცი თავზე უნდა დაახუროთ, იმიტომ რომ აი ეს რო გიდევთ, აი აქედან ცვივა და შიგნით იყრება ყველაფერი. ეს არის დაუშვებელი და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მაცივარის სუფთა გაპრიალებულია, ოღონდ დასტიკერებული აბსოლუტურად არაფერი არ არის და ფარში გამზადებული ფარში არის. აი ქვევითაც არის ფარშები და აბსოლუტურად არც ერთზე არ არის სტიკერი განთავსებული. ლობიო არის გამზადებული, ეს არის ფარში გამზადებული, შეკმანზული თავის ხახვით და თავის ყველაფრით. უკეთესია რომ ფარში იყოს შეკმაზვის გარეშე შენახული და მერე უკვე მისი განახლება ხდებოდეს, სწორად მისი გალღობა და შემდეგ უკვე შეკმაზვა, იმიტომ რომ აი ხახვი და წვანილიანი პროდუქტის გალღობა ორგანოლეპტიკურად აისახება მის გემოვნურ თვისებებზე, ანუ ორგანოლეპტიკაზე. ხორცი ცალკე უნდა იყოს და ხურდას რა უნდა ამაში, აი ხურდას რა უნდა მაცივარში, რატო ყინავთ მითხარ? აი ხურდას რა უნდა საყინულეში? ყველაფერი მინახია, მაგრამ ხურდას საყინულეში არ მინახია. საფულე მინახია. ისე რატოვდებთ რაღაც ის არის რა? არა, просто რა ვიცი, როცა ბევრი არის, ვითომ რო გაფუჭდეს ხურდა. როცა ბევრია, რო არ გაფუჭდეს ხურდა, თურმე 20 გრადუსზე გაყინვა კარგი ყოფილა. რავდება. მე არ ვიცი რატოა სტრაფიკოება, აქ მხოლოდ საცხობის პროდუქცია. ნახეთ ფენოვანი ხაჭაპური, სამნახევარი იმერული, 4 ლარი, დაბალი ფასებია, ღვეზელი და ასევე ბლითები, ხო, ეგრეთ წოდებული პონჩიკები. ლობიანი და გურლი ღვეზელი ეტყობა დამთავრდა. ანუ საკმაოდ მწირი ასორტიმენტია, არ ვიცი გემოზე როგორია, შეიძლება ძალიან გემრიერიც არის, მაგრამ უბრალოდ რაც არ მომწონს, აი ნახეთ როგორი მტვერიანი ვენტილატორია, ნახეთ ჭუჭყიანი და ეს ვენტილატორი თუ მუშაობს, ალბათ ის მტვერი და სიბინძური ეცემა პროდუქციას. ეს რა თქმა უნდა არ არის კარგი.
ასევე ნახეთ გაბზარული მინა, რომელიც რომც ჩაიმტრეს, აი ოდნავ რო შეეხო, არ შევეხები რა თქმა უნდა, მაგრამ ეს რო ჩაიმტრეს მთლიანად ყველაფერი მთელი მინა იქნება პროდუქციაზე. რა თქმა უნდა, სასურველია რომ ეს გამოიცვალონ. მეტი სისუფთავე, თუნდაც აი კიდევ ერთი ვენტილატორი და ისიც ნახეთ როგორი დამტვერილია. გასაგებია რომ აქ გჭირდება კიბე, უნდა ახვიდე, უნდა გაწმინდო, მაგრამ როდესაც კვების ობიექტს ამუშავებ, ეს ყველა დეტალი უნდა გაითვალისწინო. შეგახსენებთ, რომ ეს პატარა საცხობია, სწრაფი კვება, აეროპორტის გზატკეცილის ნომერი 71. აქ წყალი ჩამოგდით? წალი ხო ახლა ჩამოვიდა. ახლა ჩამოვიდა და გაკეთებას როდის აპირებენ? ახლა შემოვიდა ამ ბოლო წვიმაზე, დიდი წვიმა რო იყო, მასში ჩამოვიდა. და იმედია, აი ყველგან მოწესრიგებული გაქვთ, ამასაც მალე გაკეთდება, მოაწესრიგებთ. აუცილებლად გაკეთდება მალე. საპირფარეშო სადა გაქვთ? ესოში. ეზოში? და ეზოში დადიხართ საპირფარეშოში. იქ ხელსადიბათ. იქვე წალი. არა, აი აქ რო ამზადებ პროდუქტს, ხელსაც იქიბანთ, პროდუქტსაც იქ რეცხავ და ყველაფერს აქ აკეთებთ, ხო? ანუ ერთადერთი ონკანი გაქვთ. და მიტო გეკითხებით. მომენტში აგერ ამ წყალს ხმარობთ იქიდან ვუშვებ. ეხა ამ წყალით ხელს დავიბანთო, მაგას არ დავიჯერებ. ეს არის იატაკის მოსარეცხად, ფაქტიურად, რომ იატაკი მორეცხად, ხო? ეს კარგია, რომ გაქვთ, იმიტომ რომ სანიტარული დღე, ესე იგი, კარგად კეთდება. კეთდება. და ნახეთ, კიდე რა არის, იცით? აი ეს შლანგი რა უნდა იყოს დაგდებული, უნდა იყოს ახვეული და დაკიდებული. ნაგვის ყუთი სადა გაქვთ? აქ გაქვთ ნაგვის ყუთი, კი ბატონო. 2/3-ზე რო გაივსება, უნდა გაცალოთ და ნაგავს ატყრით. ნაგვის ურნები გარეთ არის და გარეთ, კი ბატონო. ეხა მითხარით. კარგით, ხურდა გასაგებია. არა, ეს გამრავლებისთვის, მაგრამ ნახეთ თქვენი სახელი? ჩამევარდა ფატმანი. ხალბატონო ფატმან, გავიგე. კარგით, ჩაგივარდათ. დავანებოთ იმასთან. ამას რატო ინახავთ აქ? იმიტომ რომ დაცულია მაცვარში, რა ვიცი, ყველა. მაცივარში დაცულია, რისგანაა დაცული? ყველაფერი დამტვერიანებს, რა ვიცი, ყველაფერს გა. როცა დავამთავრებ მუშაობას, ახლა მეორე ჯობს ხმარო. და მაი მაქაცია, იშვიათად. გასაგებია, მაგრამ ჯობია რომ გარეცხოთ და შეინახოთ არა მაცივარში, იმიტომ რომ ნახეთ, არა, მომენტში არა. დაგჭირდება გარეთ. გეტყვით, ხალბატონო ფატმან. აი ამას თქვენ რო იღებთ, აი ამ სინებს, ხოდებთ აი ზედაპირებზე. ამიტომ აი იდეალური სუფთა თაროები არ არის და ის უკვე ხო აღარ გარეცხავთ, გამოიღებთ ჩვეულებრივად იხსნა. ამას უბრალოდ აი რო გადაუსვათ, ეხა ტილო ძალიან ბევრი რამეა. ეს სინები ამაზე ხოდებს. ეს სინები მერე მაცივარში ხოდებს, მიხვდით რას გულისხმობ? აი ამიტომ რომ ერთმანეთს აი ჯვარედინი დაბინძურება, სუსტად ეჭვიც არ მეპარება. აი აქ არის მტვერის ბუდე რა, აი ეს. ეს ჯობია ჩამოხსენით, იმიტომ რომ რაც არ უნდა ასუფთავ, საერთოდ რა გინდოთ? აი ეს ახლა რომ დავფერთ ხო იცით რამდენი რამე ჩამოვა? ფქვილიც, მტვერიც, ყველაფერს აბსოლუტურად იზიდავს. ზედსაც ნახეთ, იმიტომ რომ ხელით გაწიეთ, გამოწიეთ. ფიზიკურად შეუძლებელია. ამიტომ არის დაუშვებელი, რომ აი ასეთი ფარდები იყოს სამზარეულოში. მათი დაცვა არის შეუძლებელი. ამიტომ ჯობია აი ასე იყოს, გამიჯნულია ტერიტორია, ვიდრე აი თქვენ მტვერის ბუდე ქონდეთ სამზარეულოში. და ეცადეთ, რომ ყველაფერი იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული.